გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებათ კეთილი სული, ნათელი სული, ლამაზი სული, რომელსაც სურს რომ გაუწყოთ გუშინდელი, გაუწყოთ, გადმოგცეთ გუშინდელი, გაცნობიერება და ეს გაცნობიერება იყოს შემდეგი, რომ აი ზოგადად თუ გადავხედავთ პლანეტას, პლანეტარულ სურათს, ჩვენ დავინახავთ, რომ დედამიწაზე ამჟამად არსებები, ქმნილებები საკვებს ვიყენებთ იმისათვის, რომ აი როგორ თქვათ, რეალურად ჩვენ უმეტეს შემთხვევაში საკვებით ჩვენ ვკვებავთ ასტრალურ სხეულს. დიახ, ჩვენ ვკვებავთ ასტრალურ სხეულს. დანარჩენს რაც შეეხება მახსენდება ერთ-ერთი სწავლებიდან შემდეგი სიტყვები, რომ ანუ ჩვენო იმიტომ არ ვჭამთო, რომ გვშიაო, ჩვენ ვჭამთ იმიტომ, რომ დავეჩვიეთო და აი უფრო კარგად თუ იმას ვიზავთ, ჩვენ დავინახავთ, რომ ანუ რეალურად ჩვენ გვევავთ ასტრალურ სხეულს. დანარჩენს რაც შეეხება, აი საინტერესოა შემდეგი და მივედი შემდეგ გააზრებამდე ის, რომ ანუ 21 საუკუნეა და ჩვენ ბევრი რამით შეგვიძლია გავაკეთოთ რა, ეს ყველაფერი. ერთ-ერთი არის რა თქმა უნდა საკვები და ადამიანს რა თქმა უნდა აქვს ამ ყველაფრის კარმული უფლება. თუმცა აგრეთვე უნდა ვთქვათ, რომ აი როდესაც ჩვენ ვიწყებთ გამოკვებას, აი როგორ თქვა, ამ ასტრალური სხეულის კვებისთვის ცოცხალი არსებების შეწირვას და რაღაც ეს ყველაფერი ნამდვილად არ არის არც რაღაც კარგი, არც რაღაც ლამაზი, არც რაღაც უკეთესი. ალბათ ეს არის ის, რომ ჩემი სიამოვნებისთვის მე შემიძლია მიხვდებით, რასაც ვამბობ. დანარჩენს რაც შეეხება, არის საინტერესო შემდეგი გაცნობიერება, რომ აი მივდივარ შემდეგ გააზრებამდე ის, რაც უფრო ახლოს არის სული ღმერთთან, რაც უფრო ახლოს არის სული შემოქმედთან, მით უფრო მეტია, ასე ვთქვათ, ისი ნეტარება, აი რაც უფრო სულიერიაო არსებაო, მით უფრო მეტიაო ეს ნეტარებაო, ნეტარების განცდაო და აი სწორედაც რომ ღმერთთან თანამყოფობის განცდით და სხვათა შორის, აი ამა თუ იმ რამესთან ჰარმონიული თანამყოფობის განცდით, ჰარმონიაში ყოფნით მიიღება ეს მდგომარეობა. დიახ, ამა თუ იმ რამესთან ჰარმონიაში ყოფნით და შეიძლება იყოს ბევრი რამ. უმაღლესი არის ღმერთთან ყოფნა, როგორც აქვს წაკითხული, გაცნობილი, როგორც ვარ. ხოლო აი დანარჩენს რაც შეეხება, ბევრ რამესთან შეიძლება, ასე ვთქვათ, ჰარმონიაში ყოფნა და ამ რაღაცით ჩვენი სული იმყოფებოდეს კარგ მდგომარეობაში. და მე აი რასაც ვაგვირდები, ცხოვრებაც ამის და მიხედვით არის რა, ასეთი ან ისეთი, ანუ აი სული როგორ იმაშიც არის, მე დაახლოებით ასეა ცხოვრებაც. თუმცა აგრეთვე საინტერესოა, რომ წინა ვიდეოებში ვსაუბრობდი და ისე ვიტყვი შემდეგ იმას, რომ ვეცნობოდი ერთ-ერთ ჩანაწერს, სადაც საუბარი იყო ერთი ადგილის შესახებ, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ იყო ბნელით მოცული, ბნელეთით მოცული და ესეც მოქმედებდა მის შინაგან მდგომარეობაზე, მაგრამ აი როდესაც მან დაიწყო ამ ყველაფრის როგორ თქვა, აი სულიერებით დანახვა, თანდათან სულიერებით გაუმჯობესება, ერთგვარი შეიძლება ითქვას, სულიერი სინათლის, სულიერი ნაკადის გატარება, აი დაიწყო ცვლა, როგორც იმ ადგილმა, ასევე შინაგანმა მდგომარეობამ. თანდათან ის ადგილი გარდაიქმნა რაღაც მისტიურ გარემოთ, რაღაც ლამაზ გარემოთ, რომელზეც ჰქონდა შემდგომში განვითარების ძალიან ლამაზი პოტენციალი. აქ მახსენდება ამა გაბრიელზე წავიკითხე, ამას მკითხულობდი, რომ ლენინის რომ ისქნა და აი მე იქ იყო რა, ასეთ სიტყვები რაღაცა უთხრესო, რომ რასაც ჩვენ საუბრობ, ამას ვერ მოესწრებიო და ასეთი რამ უთხრა, ასეთი პასუხი დაუბრუნაო, რომ მეც მოესწრებიო და შენცო და ამ ადგილზე უყვავილებს დარგავენ, ანუ ლამაზი იყო ეს ყველაფერიც და აი თუ კარგად დავაკვირდებით, სწორედაც რომ შინაგანი სინათლის შემოშვებით, ყველაზე ისეთ იმაშიც კი როგორ თქვა, აი ვლინდება რაღაც კარგი, რაღაც ლამაზი, რაღაც უკეთესი. ნამდვილი ჭეშმარიტი სასופველიო ესო თქვენთან არსო და თქვენში არსო.
ქრისტეც ამას გვასწავლიდა, რომ სასופველი არის ჩვენში, რომლის გატარებითაც შემდგომში როგორც ძენთ, რაღაც კარგს, რაღაც ლამას, რაღაც უკეთეს ჩვენს გამოვლენილ სამყაროსაც და ჩვენ შინაგან სამყაროსაც. ეს ყველაფერი ხდება ჩვენი სულის გავლით, სულიერების გავლით, სულიერი სინათლის გატარებით და თავისთავად ეს ყველაფერი შემდგომში, რა თქმა უნდა, აუმჯობესებს ამ სულიერ მდგომარეობასაც. ერთ სიტყვით, რომ შევაჭამოთ, ეს მინდოდა მეთქვა, ღმერთმა დაგულოცოს და გაგვაძლიეროს რაღაც კარგი, რაღაც ლამაზი, რაღაც ახალი ფურცელი ჩვენი სულებისთვის.